ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით. ვიმყოფებით მაღაზიაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს საქართველოში, მე მგონი, სანადირო ტანსაცმლის რა. მე ეგრევე ვიტყოდი მაღაზიის დასახელებას და სად მდებარეობს? აბა მითხარი. კორა ან მონადირის სახლი, ცისფერი მთები და ტიან-შანი. აი ის ვერ გავიგე რა თუნდა ეს დასახელება. მონადირის სახლი ქვია მაღაზიას, კორა ქვია კომპანიას და მდებარეობს ოთარ ლორთქიფანიძის 30 ნომერში. ეს არის ძალიან ახლოს მომსახურების სააგენტოსთან. ნაწილი ჩვენი გამომწერების და არა მარტო გამომწერების უკვე აქ ნამყოფი არის. ნაწილი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მოვა და ესტუმრება ამ მაღაზიას ბევრი მიზეზების და გამო. მიზეზები გამოიხატება ძალიან საინტერესო მიმართულება ავირჩიეთ მაღაზიაში, სხვათა შორის სანამ იარაღით ვაჭრობის უფლება მოგვეცემოდა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მონადირეები ხომ არ გამოვკაზმოთ კარგად, ლამაზად, მაგრამ ცოტა ძვირი გამოდის რა ეს ყველაფერი. რატო გამოდის ძვირი? აი მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. ყველაფერი კარგი ძვირია, სალაპარაკოთ და განსახილველად როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად რაიმე მოდელების დრო გვაქვს ჩვენ ამ გადაცემაში, არსად არ გვიჩქარება. შენ კიდე გირეკავენ. არა და გავაფრთხილე, რომ ტელეფონს ჩაუწიეთ. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. მონადირეებს ავიცი ათაბაბადან ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ ესე არის დარწმუნებული ვარ რომ თქვენც ბიჭებო არაერთხელ გადაწყნობი ხართ სამწუხაროდ ამ პრობლემას ძალიან წირი არჩევანი არის ჯერ საერთოდ სამონადირეო ტანსაცმელის იმიტომ რომ ხებეები და რა ვიცი რითი არ დადის ხალხი არ ნადირობს და პლუს ხარისხიანი კარგი სამონადირეო ტანსაცმლის კატასტროფული დეფიციტი გვაქვს რა კანტიკუნტად შეიძლება მაღაზიაში შეხვიდე 1000 ერთხელ რაღაცა იდოს ნორმალური ისიც საკმაოდ ძვირი ფასით და მოგეწონოს და იყიდო, მაგრამ ეს არ არის ისე რომ აი მე წავედი, ვიცი რომ იქ არის ის ტანსაცმელი, რომელიც მე გამომადგება სხვადასხვა ნადირობებზე რა. როგორც წესი ჩვენ ესეთი არჩევანი და ფუფუნება არ გვაქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ანუ ვერ დაიხვეწა ეს ქართული სამონადირეო ბაზარი, რომ რაღაცა შესთავაზოს მონადირეებს რა და გვიწევდა ხოლმე ძირითადად ნავთლუღის ბაზარში წასვლა მარლენ. მე მახსოვს ეგ პერიოდი, მივდიოდით ბელარუსში მე და გოგა და მახსოვს ოპერატორების ასტრაფოდ რაღაცა უნდა ჩაიცვათ. რა უნდა ჩავიცვათ? არ ვიცი, სად შეიძლება იაფად ყიდვა რაღაცის რა და ამ დროს ნავთლუღში რაღაცა რაც ნახეთ იმ მომენტში, ხო. არჩევანი მართლა რთულია რა გააკეთო ადამიანმა, მით უმეტეს თუ ფინანსები ხელში არ გიკავია ადამიანს რა. იაფ კატეგორიაში ხარისხიანს ვერ ყიდულობ, ძვირიანში კიდე, ცოტა ფული გჭირდება რა. მოდი ესე ვთქვა. რატო ხდება, რომ ძვირიანი ამხელა ფას იდებს რა? აი რისი თქმა მინდა, იცი? მესმის, ორივე შეიძლება გამოიყენო ადამიანი. ხებეში შეიძლება ინადირო. და ხებეს ჯინსებში შეიძლება. დიახ, ჯინსებში შეიძლება ინადირო. მაგრამ ყოფილხარ თუ არა ისეთ ვითარებაში, რომ გითქვამს რა შეგენაცვალე რა კარგი რამე ყოფილხარო რა მე მარტო მასეთ კი არა ისეთ ვითარებაშიც ყოფილა რომ ჩემს გვერდზე მდგომებისთვის რომ მithოვებია აი მაშინ დაუწყიათ ჩემი მზის ფიცულობა რომ შენ რო არ ყოფილიყავი რა გვეშველებაო და ძალიან ბევრი არის ესეთი და სულ ამაყოფ იმიტომ რომ ჩემმა მეგობრებმა იციან სანადიროთ რომ დავდივარ ხოლმე მე რამოდენიმე მომა კომპლექტი ტანსაცმლის ასე ვთქვათ რომ მინიცობა დამესვაროს, გამიხეს, დამისვოდეს, გამოსაცვლელი მომა 2-3 პირი რა. მათ შორის ქურთუკები, შავლები, ყველაფერი და ხშირად გაჭირვებაში ყოფი მოძმისთვის მიმიცია. მედი მარი მიაქცია ყურადღება. ფული მოდის, მარი, ფული მოვიდა. ხო, რისი თქმა მინდა ახლა რო დაუბრუნდეთ ისევ საფასო კატეგორიას რა. მოდი ესე ვთქვათ, საქართველოში
უნდა იყოს ყველანაირი არჩევანი. ანუ როგორც მყიდველი კლიენტი, მონადირე არის ყველანაირი კატეგორიის, ყველანაირი საფასო კატეგორიის, ასევე ტანსაცმელიც შესაბამისად უნდა იყოს. ვაწყდებოდით რა რეალობას, რა რომ უხშირესად ბაზარი გაჯერებული არის რუსული ხებეებით, ჩინური ტანსაცმლით, არ ტანსაცმელი როგორ უწოდო საერთოდ არ ვიცი. და ერთხელ ყოფილა ბოდიში უნდა ჩავაკვეხო, არაერთხელ ყოფილა რომ ჩინური ტანსაცმელი ქუდი მაგალითად რა, ან უჩუქებია ადამიანს და ეხლა ჩემთვის ძვირფასი ხდება ეს ქუდი, იმიტომ რომ ნაჩუქარია, ხო? მაგრამ გახურავს და რომ მოძრავ ოფლი როგორც კი ეხება და რაღაცა უცნაური სუნი დგება რა, რომელიც არაბუნებრივი არის რა. მოდი, ხო, ბიჭებო, გრადაცია გავაკეთოთ რა, ეხლა სულ მაგას ვამბობთ ხოლმე მეც, მარლენიც და ჩვენი მეგობარიც, ჩინური არის სხვადასხვა კატეგორიის. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ჩინური აი ხო დაბალ ხარისხზეა საუბარი რა თქმა უნდა ისეთი ხარისხი რომელსაც ჩვენაირ სამწუხაროდ მესამე კატეგორიის ქვეყნებში რო უშვებენ და ჩვენ სამწუხაროდ ამ კატეგორიაში ვხვდებით იმიტომ რომ იგივე ჩინური შედის ამერიკაში შედის ევროპაში ვიეტნამში შეკერილი ბანგლადეშში შეკერილი მაგრამ მენდეთ რომ სულ სხვა ხარისხი არის როგორც გოსტ იყო ასე ადრე კომუნისტების დროს რომ რაღაც ხარისხის კონტროლს გასდიოდა ისე არის უხარისხოს ჩინეთი კი არა ვერავინ ვერ შეიტანს ევროპაში და ამერიკაში და ჩვენთან სამწუხაროდ ეს კონტროლი ხარისხის არ არსებობს სამწუხაროდ არ არსებობს მაგრამ ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა მე და გოგამ რომ ჩვენ ხო შეგვიძლია ამის კონტროლი ჩემო გოგა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოდი მაღაზიაში შემოვიტანოთ დატესტო ხოლმე ხო შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის და რატოა მაღალი ხარისხის აი ახლა ვენახავთ ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo მარლენ რახან არის შლი მოდი დაასხით კი ბატონო ზო ჯერჯერობით დგას ჯერჯერობით დგას ეხლა აქ საინტერესო არის დატვირთვას როგორ გაუძლებს აგერ ხალხით შემოვიდა და გამძლე წყალს უძლებს გაუმარჯოს მოდი შეხედი აზე დასხია ექსპერიმენტს ვაკეთებ ფასაკითხზეა კაც შემოსული არა აშკარად შვენიერია ძმა კაი ეხლა მაინტერესებს შიგნიდან არის თუ არა სველი დარწმუნებული ვარ რომ არა არ არის ხო ნამდვილად მშრალია რაც მართალია ექსპერიმენტმა გაამართლა კი ბატონო აი თანამედროვე ტექნოლოგია კი არ ჩანს ვერ აღიქვავს თვალი რომ ეს შეიძლება წყალგამომტარი იყოს მაგრამ არის კარგი მოდი მივუბრუნდეთ ახლა ჩვენ გადაცემას და გავაგზავნოთ აი ბატონო პრინციპში თვალნათელია ხო წყალს არ ატარებს მაგრამ არ გატარებაც ალბათ რაღაცა გარკვეულ წილად დამოკიდებული არის ეს ძალიან დიდი თემა არის შევეცდები ახლა ასე ვთქვათ თაროებზე გრადაციებად დავალაგოთ ჯერ ერთი ის დამჭა სათქმელი სანამ წვეტა გვექნებოდა მე და მარლენს რომ თურქული სეგმენტი არის ჩემთვის ყველაზე მეტნაკლებად მისაღები იმიტომ რომ აი თანხwebdriver ფასის და ხარისხის აი მეტი ნაკლებად როგორც ტოპებში მოდი ესე ვთქვათ როგორც ტოპები არის ძალიან მისაღები იმიტომ რომ ეს თანხwebdriver მომწონს ისევე არის ტანსაცმელი რა არც ძალიან ძვირია არც ძალიან უხარისხო არის ანუ ის ფასი რასაც იხდი თურქულ ტანსაცმელში რა მისაღებია იმ ხარისხისთვის მე მიუხედავად იმისა რომ ჩემი გარდერობის ამონადირო ასე ვთქვათ ძირითადად 90% მეტი ამერიკული ტანსაცმლისგან შედგება მქონია თურქული ნივთები თურქული ბეიდერსიც კი მქონია რომელმაც პატიოსნად თითქმის 3 წელი მიმსახურა ანუ 2 წელი სეზონზე მიმსახურა და მე და შენ რო ვიყავით ტბებზე თუ გახსოვს აი მესამე სეზონზე წყალი შემივიდა უკვე და ამოვედი სველი აი გახსოვს შენ კი არა და მე ამოვედი სველი ახლა თვითონ იბრალებს არა ეგ სხვა იყო ეგ შენ კაბელასის ძველი ის 15 წლის ის 15 თუ 20 წლის წინანდელი იყო მოკლედ ნახეთ აი აქვე შეიძლება ახლა რო ვთქვათ თურქული რამდენი ხანი გემსახურა მესამე წელს ფასი რამ გქონდა 350 ლარი ღირდა თუ არ ვცდები ვეიდერსი 4 წლის კაბელასი ვახსენეთ მეგობრებო წეღან და 15 წლის მერე როგორც იქნა გაფუჭდა მაშინ რამდენი ქონდა გადახდილი მაშინ ქონდა გადახდილი სადღაც $120-მდე რა
ანუ შედარება შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეხლა მე მესმის ის გასული წლები იყო და სხვა ფასი იყო და რამე, მაგრამ დღეს ის კაბელასი 17 თუ 18 დღეს ის კაბელასი რა ეღირებოდა? დღეს ის კაბელასი ეღირებოდა არა ღირს სადღაც $350-დან და ზემოთ თუ კარგი გინდა იყიდო 4-5 მმ-იანი. მოკლედ ეგრეა. გამარჯობა. ანუ მივედით ისე ვიქამდე, რასაც ქვია ფასის შედარება ხარისხთან. მეგობრებო და როგორც წესი ყველაფერი ეგრე არის რა და ტანსაცმელი გამონაკლისი არ იქნება, ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ თქვენ იხილეთ, აგერხა წყალს ვასხავთ სიტყვაზე ხო, არ გაჟონა, რატო არ გაჟონა? იმიტომ რომ შიგნით მემბრანა, რა მემბრანა? საინტერესო რა არის, ე კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა რა, რომ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები არის, რომ ადრე თვალით ამჩნევდი, რომ ეს წყალგაუმტარი იქნება, ეჭვის დონეზე მაინც, რომ აი ეს წყალგაუმტარი იქნება ისეთი მასალისგან. ამას ბიჭო, ჩვეულებრივი ბამბა გგონია, ეგ ვერ წარმოიდგენ რომ წყალგაუმტარი არის და ამ დროს არის დაპრესილი თექა, შიგნით მემბრანა, რაღაცა და წყალს არ ატარებს მეგობრა და აქვე შევეხები ამ წყალგაუმტარობას რა, რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს, მინდა გითხრათ რა. თუ გნებავთ თავიდან ბოლომდე რომ დაცული იყოთ და 100%-ით მშრალები იყოთ, მაშინ შეეგუეთ იმას, რომ რეზინა და კლიონკა უნდა ჩაიცვათ და დაიხუთებით, ვერ ისუნთქებთ. ეს მოსაცმელი იქნება თუ ქურთუკი იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, წყალს არ გაატარებს, მაგრამ ეს იქნება რეზინა, ანუ ცივი, რომელიც ვერ გაგათბობთ დიდი ალბათობით. და მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ყინვაში მოხვდით, მტრევადი შენობის გამოცდილება სამწუხაროდ მიიღე წალკაში. იმიტომ რომ სრული სინთეტიკა ვერ იძლევა ხალხო იმ ასე ვთქვათ ბალანს რა, რომელსაც დაუშვათ ეს მაღალი ტექნოლოგიები იძლევა და ეს მაღალი ტექნოლოგიებიც ხო, ნუ ვერ იქნება სრულყოფილი. გოგამ სწორედ აღნიშნა, აბსოლუტურად გაუმტარი მხოლოდ რეზინა. არა, თან რა არის, იცი კაცო, მოდი ეს გათვლილი არის ნადირობებზე. ანუ ეს ხო არ არის გათვლილი იმაზე, რომ ხო ესეთი თემა არის რა და ნადირობა მიმდინარეობს სულ რამოდენიმე საათი. არ არის გათვლილი იმაზე, რომ აი ეს მაგალითად 4-5 საათი თავსხმა წვიმაში უნდა იგენდო. თავსხმა წვიმაში მოდი პირდაპირ ვთქვათ, მე ეგეთი სანადირო ობიექტი არ ვიცი, თქვენ თუ რომელიმე მიცით, მოიწერეთ აქ კომენტარებში, რომ თავსხმა წვიმაში ინადირო რა. წვიმა უნდა გადაგატანინოს ტანსაცმელმა, არ უნდა დასველდე. არა მაქვს ჟუჟუნდან წვიმაზე და საშუალო დონის წვიმაზე საუბარი, მე მაქვს წვიმა რასაც ქვია რა. ხარისხიან წვიმაზეა ლაპარაკი და ჩვენს ვიდეოებში ალბათ არაერთხელ შეამჩნევდით იხვებზე, როცა ვნადირობთ ხოლმე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც იმისთანა თქეში წვიმა ყოფილა, იმისთანა თოვა ჩანაცვლებულა მე წვიმით და პირიქით და ნუ მოკლედ მაგრამ ჩვენი ტანსაცმელი იტანდა ამას ყველაფერს და მე გეტყვით ხახტო რომ ადრე მე არ მქონდა არც ამის საშუალება ფინანსურად რომ ესეთი შემეძინა და არც ვიცოდი რომ არსებობდა მოდი პირდაპირ ვიტყვი რა და შემდგომ ნელ-ნელა ვითარდება ადამიანი და რა თქმა უნდა აღწევ უკვე იმ კატეგორიის ასე ვთქვათ level-ს ესე დავარქვათ უყვართ ჩვენს მეგობრებს თანამედროვე სიტყვები ხო რო ხვდები რომ ღირს ამაში რაღაცა X თანხის გადახდა იმიტომ რომ გსურს კომფორტულად გაატარო შენი ნადირობა. ნადირობა საბოლოო ჯამში სიამოვნებას თუ არ განიჭებს დამიჯერეთ ებსგავსება ცუდ რაღაცას. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი რა. რაც უფრო მაღალი ხარისხის არის ტანსაცმელი, მით უფრო დიდხანს იქნებით მშრალად და თბილად. მოდი აქვე შევეხები რა. არის ესეთი ორი სიტყვა იხმარება ხოლმე ძირითადად წარწერა არის ესეთი რა. Waterproof, რაც ნიშნავს წყალგაუმტარს და water resistant, რაც ნიშნავს წყალმედეგს, წყალამრიცს. ანუ ეს ორი სხვადასხვა სისტემა არის და უნდა იცოდეს მონადირემ ამის შესახებ. რა პირველი არის წყალგაუმტარი და თავისი დატვირთვა აქვს, ანუ თითოეულ სანტიმეტრზე რამდენი მილიმეტრი წყლის ატანა შეუძლია რა. ეს შეიძლება იყოს 4000, 6000, 8000 დატვირთვა რა მის განმავლობაში, საათის განმავლობაში. მეორე, უფრო მარტივი თემა არის, ცდილობს რომ ეს ჩამოდინებული წყალი საერთოდ არ გაიჩეროს და ესეც ძალიან კარგი რამე არის რა, იმიტომ რომ წყლის წვეთები რო გეცემა, იმსეთი გრადობა აქვს რომ არ იწოვს და ამასობაში ეს შენი წყალი გაედინება შენი კურთუკიდან ან შავლიდან ან რაღაცა ამდაგვარიდან და მშრალად ხარ ორივე შემთხვევაში მშრალად ხარ მაგრამ წყალგაუმტარს ანუ waterproof რა თქმა უნდა მეტი
ფარი აქვს. დიახ, მე არ შემიძლია ახლა არ გავიხსენო ის მომენტი, როდესაც ჩვენთან მაღაზიაში როცა მივიღეთ ერთ-ერთი საქონელი, მაშინვე ვიკითხეთ, რომ რამდენი 1000 ასე თქვა სიმჭიდროვე აქვს, ხო, თუ როგორ დავარქვათ ამას და მაშინ გოგამ დახედა და კიდევაც თქვა, რომ 10,000-იო ეს მეტ ნაკლებად ასე თქვა. ხო, ნუ კარგი შედეგი არის, მაგრამ მოდი კიდევ ხაზი გავუსვათ რა. ცელოფანიც არ არის. ანუ ადრე თუ გვიან რაღაცა საათების მერე ისიც სველდება. შარშან მქონდა ესეთი პრაქტიკული მაგალითი გახსოვთ თქვენ რომ შარშან საკმაოდ კარგი სეზონი იყო იღზე ძალიან დიდი დრო გავატარეთ მე და მარლენმა ფოთში იღზე ნადირობისას და ყველანაირი ამინდი დაგვიმთხვა რა ქარი წვიმა თოვლი ყველაფერი ერთად და გოგლიკა სტეფანიშვილი არის ჩვენი მეგობარი რომელიც რო ჩამოვიდა აქ ანუ კაბელასის ქურთუკი ეცვა რა და მთელი ღამე მოკლედ იყო წყალში მარტივად რო აგიხსნათ და წვიმაში და დილით რომ მოვიდა ბიჭო იყო სულ სველი და ცოტა გაკვირვებული იყო რომ ხო წყალგაუმტარი არისო და გოგლიკ მე ვუთხარი ამ წვიმაში ბიჭო მე ვუთხარი კარგი პატრონი კარგ ძაღლს არ გააგდებს და შენი ყავი სადღაც მოკლია თავი მთელი ღამე წვიმდა ეხა ესეთი თემა არ უბრალოდ დასველდებოდა ანუ ესეთ შემთხვევებში ადამიანი არ სველდება თქვა 2-3 საათი 4 საათი მაგრამ მთელი ღამე წვიმასთან წვიმას ფოთის წვიმას ცოტა რთულია რომ გაუძლო რა კი ბატონო გოგა მოდი ხაზი გავუსვათ ერთ ამბავს რა ეხა ჩვენს მაღაზიაში თქვენს შეამჩნევთ რა თქმა უნდა დაგათვალიერებინებთ ნელ-ნელა ჩვენს მაღაზიაში რეები გვაქვს ტანსაცმლის კუთხით და მოდი ხაზი გავუსვათ ერთ რაღაცას რა ჩვენს მაღაზიაში არის ევროპულიც და არის ამერიკული ტანსაცმელიც რატო გამოვყავით ეს ორი მიმართულება მოდი იმაზეც ვილაპარაკოთ რა ევროპული რატო არ არის კამუფლირებული ესე რომ ვთქვათ რა და ამ დროს ამერიკულები უმრავლესწილად მაინც აწვევიან ამ კამუფლირებულ ვარიანტს ნადირობები ხომ არ არის განსხვავებული კლიმატია სხვანაირი თუ აი რა ხდება რაშია საქმე კლიმატი და კულტურა აი ნახე როგორი თემა არის ჯერ დავიწყებ იქიდან რომ მალენ მე შენთან მე მგონი პირველად ვარ გადაცემაში ამ სტუდიიდან მე მგონი გადავეჭველი და მინდა მოგივოცო მაღაზიის გასწრება და წარმატებები გისურვო მართალია დაგვიანებით მაგრამ გულით ძალიან ცდილობს ეს ადამიანი რომ შემოიტანოს ხარისხიანი და ყველა ნადირობას რომ მოერგება ისეთი ტანსაცმელი ამიტომ მე ცდილობ რომ გვერდით დაუდგე და რა შენი ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გაუზიარო და შევთავაზოთ ქართულ მონადირეს ის ტანსაცმელი, რომელთაც წელგამართული იქნება რა. რაც შეეხება ევროპულ ტანსაცმელს რა. ევროპელები უფრო დამჯდარი ხალხია, ასე ვთქვათ რა. ხოხობზე რომ მორეკვით ნადირობენ ხოლმე. ხოხობზე რომ მორეკვით ნადირობენ ხოლმე კი ბატონო და საერთოდაც მათ ბუნებაში ზის აი ეს ხაკისფერი, მოყავისფრო, უფრო კლასიკური, სანადიროდ მიდიან ისე როგორც ზეიმზე გამოწყობილები არის, ზედაქვედები შალვა კოსტუმებში ნადირობენ, ანუ შალვა კოსტუმები დუღლბორტამ კი არა, ორბორტიანებში კი არა, მაგრამ სანადირო შალვა კოსტუმებში რა და დახვეწილი ხალხია და სხვანაირი ნადირობები აქვს. პირველი დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან ჩამებეჭდა მე პირადად ბავშვობიდან ინგლისელი მონადირეს კოსტუმი, როდესაც ნადირობდნენ მელიებზე. ეს იყო რაღაცა ყავისფერი, ესეთი წელში გამოყვანილი კოსტუმი, მრგვალი ესეთი მომრგვალებული კეპი, რაღაცნაირ, ანუ ჩემთვის ეხა ეს იყო მე რო ბავშვი ვიყავი თან, რომ ის სადაბანაობენ, რა ეგეთი თემა არის და მე ნელ-ნელა რო გავიზარდე, მივხვდი რომ სადაბანაობენ კი არა, საკმაოდ დახვეწილათაც უდგებიან ამ საკითხს და რაც შეეხება, აი ნახე, ნადირობების რაზე ნადირობენ? ხოხობზე სანადიროთ მაგალითად. დიახ. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მათთვის საყვარელი სანადირო ობიექტი არის, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ხოხობი და ტყის ქათამი. მე რამდენადაც ვიცი, ევროპაში ეს არის ორი ყველაზე პოპულარული ფრინველი. თუ ვინმეს რამე კიდე სხვა აზრი აქვს, მოგწერეთ ბატონო და გაგვიხარდება, მივიღებთ, ხო? ცოდნა არის, ა? არანაირად არ ჭირდება ტყის ქათამს და ხოხობს და კაკავს თუნდაც, რომ იყო კომპლირებულ ტანსაცმელში, საჭიროება ამისი არ არის, განააწყენს. მაგრამ საჭიროება ამისი არ არის და მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ევროპელი მონადირე
იცავს ისე, როგორც წარმოუდგენია ეს ნადირობა რა, ეს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ დღესასწაულად აღიქმება ხალხო რა, თითოეული გასახათისია. რატო? იმიტომ რომ მეგობრების შეკრება მათთვის არის ძალიან დიდი ზეიმი, მოდი პირდაპირ ვთქვა რა. ისე როგორც ჩვენთვის. დიახ, ხა წარმოიდგინეთ რა, მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ხალხი გეგმავს რომ მოდი შაბათი კვირა სადმე ერთად გავატაროთ და როგორც იქნება ხვდებიან ერთმანეთს თქვენ გექნებათ ნანახი გერმანიაში ვიყავით სულ ახლა ხანს მე და ჩემი კამერა იმისთვის რომ თქვენ გენახათ ეს ვიდეო და მე იქ ვნახე ევროპელები როგორ ნადირობენ რა კოშკურაში ზიხარ ანუ იქ არ გჭირდება რამე განსაკუთრებული მალვა, განსაკუთრებული რაღაცა ველოსიპედის გამოგონება, ასე რომ თქვა, რომ რაღაცა ობიექტი მოინადირო და ამერიკა მაგაზე მე ძალიან ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ ევროპაზე მინდა რომ შენ გაამახვილო ყურადღება და კითხვა მინდა დაგისვა. ხო, აბა გისმენ. აი მარტივად ეხა ამდენ ვსაუბრობთ მე და შენ ზოგადად, აი ეხა მე როგორც მყიდველი, მოდი ესე ვთქვა, კონკრეტულად დამაინტერესებდა უკვე რომ კი ჯიგრები არიან, დიდხანს საუბრობენ და ლამაზად და კარგად, მაგრამ წამოდი და წავიდე და ვნახოთ დეტალურად. კი ბატონო. ეს ტანსაცმელი მაგალითად მე რატო მოვიწონე, ხო, ალბათ პირველ რიგში გაინტერესებს რა. მოვიწონე იმიტომ რომ ამას აქვს გადასარევი თერმული შიდა საფარი ხედავ, აი ნახე როგორი სტრუქტურირებული არის რაღაც საინტერესო ძალიან. ეს ეხლა ჩასაცმელად ნაღდათ არ გამოდგება. გამორიცხული არის ეხლა ამის ჩაცმა, იმიტომ რომ როცა მოუსინჯე, იმდენად თბილი არის, რომ ამას ესე ადვილად ვერ ჩაიცმევ ნაღდათ რა. აბსოლუტურად სხვა რამე არის. ამას ჭირდება ცოტა მეტი სიგრილე, ცოტა მეტი სანადირო სეზონი დგება აგვისტოს სექტემბრიდან, მოდი. სექტემბრიდან, კი ბატონო. აი თხელი ბატონო ჩემ. შედარებით თხელიც არის. შედარებით თხელებიც არის. საჰაეროებიც აქ აგერ იღლიებში. და რაც მთავარია ტანზე ხალხო, ანუ მარლენიც და მეც ასე ვთქვათ, საცდელად შემოვიცავთ ხოლმე, ამოვიცავთ ხოლმე, რაღაც ისეთი რბილია, ისეთი ფაფუკია, რომ ვერც გრძნობ რო გაცვია. აი, სასწაული კომფორტის ზონაში იქნებით რა. ასევე არის კიდევ პერანგებიც. კი. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერანგია, ეხლა ჩვენს მეგობრებს ალბათ უკვე ექნებათ ნანახი ჩვენს გადაცემებში, ხშირად მაცვია ხოლმე და ევროპელებს უყვართ რა. ასეთი ნადირობა რა. აი ხა ტყის კათამზე რო დადიხარ, შეიხსნი ღილებს, აიწევს, ახელოს, რაღაცა ისე ცივილურად გახარ და საინტერესო კიდე რა არის, რომ თუ ამჩნევთ და ამჩნევთ ალბათ რა. მეც და მარლენიც ხშირად ვართ ხოლმე ქალაქში სამონადირო ტანსაცმლით და აი ხა აი ამ პერანგებით თავისუფლად შეგვიძლია ქალაქში იმოძრავ. ანუ casual ზმანი გაიჩით ამოდი ეს ჟარგონულად რო ვთქვა. რასაც ამერიკულ ტანსაცმელს მაგალითად ესე თამამად ალბათ ქალაქში ვერ ატარებ, ხო? ნუ ჩემ შემთხვევაში მე ვატარებ, ხო, ისეთი თემა არის. მე მომწონს და მიყვარს და კამუფლაჟითაც დავდივარ, მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა უფრო დახვეწილი არის რა. აი ძალიან საინტერესო მატერია არის რა. ამას ალბათ მარტო თუ შეეხები და ისე მიხვდები, თორე ისე ვერაფერს ვერ გადმოსცემს კამერა. აქ უკვე ცოტა ისე ვარ თბილებში გადავედი. ეს შენ რომ მოგეწონა ის არის. მაგრამ შენი ზომა აღარ არის. თუ აქვს, მაგრამ მიჟი მოტავს. თუ გახსოვთ 90-იანებში მოდაში შემოვიდა კუბოკრული იყო, ესპანური დათბილული სარუჭკები იყო რა, ესეთი პერანგები რა, დაახლოებით აი სტილი არის. ძალიან პრაქტიკული არის, იმიტომ რომ მე მაგალითად, როდესაც ვთვლი რომ მცივანი არა ვარ, ეხლა შიგნით თერმომაიკა რომ აცვია, ანუ აი ეს მაისური თუ მაცვია. დიახ. ეს პერანგი თუ მაქვს, ჟილეთს მოვიგდებ და მორჩენილი თემა არის, ეხლა აი -5-მდე ჩემ თავზე პასუხისმგებელი ვარ, რომ მეტი არაფერი არ დამჭირდება რა. ისე ალბათ ხალხო გახსოვთ, ხო, რა მინუსებში იდგა წყალში და მაშინაც არ ქონდა დიდად პრობლემა. შარულები მინდა განვიხილოთ, სანამ ქურთუკებზე გადავალთ რა. მოდი გეტყვი ესეთ რაღაცას, რომ აი ეს კონკრეტული შარვალი ხო არ გამოგართვა? იყოს, არ მიჭირს ეს კონკრეტული შარვალი მე მახსოვს წაიღო ჩვენმა მეგობარმა ეგნატემ და ისეთი კმაყოფილი დარჩა ვერ წარმოიდგენ და რითი დარჩა კმაყოფილი. წალკაში ყოფილან ბიჭები წასულები სანადიროთ და კაი გვარიანად აცივდაო, მოულოდნელათო და ისე კარგად და კომფორტულად გრძნობდით თავსო, ვერ წარმოიდგენდიო და სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ +20-ით წავიდა თბილისიდან +20 იყო იმ მომენტში, როცა ეცვა ეს შარვალი და მაშინაც კი კომფორტული იყო მისთვის და მერე უკვე
მინუსებში, რა თქმა უნდა, ხა იმ მომენტში არ იქნებოდა წალკაში მინუსი, მაგრამ კაი გვარიანად აცივებულ სიტუაციასაც გადასარევად გაუძლო. თხელია, მაგრამ კარგია. თუ დაჭირდა თბილიც არის. თბილებიც გვაქვს. ეხლა რაც შეეხება, ეს არის უკვე დათბილული და წყალგამომტარი. ნახე, ეხლა ელვა, ესე ქვია ზმეიკას, რომ შეხედავს გამოცდილი თვალი, ეგრევე მიხვდება, რომ ეს შარვალი არის წყალგამომტარი რა. ყოველ შემთხვევაში რაღაც დატვირთვას ნამდვილად უძლებს. დიახ. ამასთან ერთად არის დათბილული. ნახეთ და ისევ აი სასიამოვნო მატერია არის, რომ გაცვია და ფეხუჩებზე რო კარგად გაქვს რა. აი მაგას მნიშვნელობა აქვს ხალხო, იმიტომ რომ აი როდესაც უხეში მატერია არის, განა რა, ნადირობდით და ნადირობთ ყველანაირ ტანსაცმლით, მაგრამ მენდეთ რომ კომფორტში უფრო კომფორტულია. რა თქმა უნდა. გოგა, არ შემიძლია ყურადღება არ გამომახვილო კიდე აი მაგის უკან მდგომ შარვალზე, რომელიც არის ხო ტყის ქათამზე გამოდგება როგორ? მე მგონია რომ ტყის ქათამზე ეს გამოდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაფრენაზე დგახარ. იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან თბილი არის მე რომ მკითხო. ანუ სასიარულოდ უკვე არ არის. სასიარულოდ თბილია, თუმცა ნახე დამცავი ისე აქ მუხლებზე მემბრანა. რაც იმას ნიშნავს რომ გათვლილი არის რომ ბუჩქებში რო გაიარო ან ჩამუხლა რომ მოგიწიოს შემოდგომის ტყეში, სისხლის არ აიღებს და აი ხლა ეს ისეთი ნაჭერი არის. რომ იგივე ქათამზე, იგივე ხოხობზე, სადაც არ უნდა იყო, რა მნიშვნელობა აქვს რა ობიექტზე ხარ, ბუჩქებში თავისუფლად თბილი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეს თბილია. ამითი მინუს ტემპერატურაზე თავისუფლად იმოძრავებ რა ადამიანი რა და მეცაც გეტყვი რომ დარწმუნებული არა ვარ, იმიტომ რომ არ გამომიცდია, მაგრამ შეიძლება კონდეს როგორი რამე, იცი რა ხან ეს სუნთქავს მემბრანას. შეიძლება სიარულის დროსაც არ დაგცხეს. იმიტომ რომ სუნთქავს აშკარად. ხო იცით ის ისენი რო აქ იარლიგზე რომ ჰაერი მოძრაობს მემბრანაში. არ გამორიცხო მალე. აი ამას ხომ მოყვება ეხლა ეს აღწერილობა და ძალიან საინტერესო არის რა უწერია რა. ერთი წამეთ. სიტექსის მემბრანა. აი ნახე, ნუ თავისთავად, ნახე რაზედაც იყო ეხლა საუბარი 2 წამის წინ რა, რომ წყალმედეგიც არის, დათბილურიც არის, 3 მემბრანა აქვს და სუნთქავს. აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. როგორ არჩევს ადამიანი იგივე ტანსაცმელს? რაზე უწევს ხოლმე ყველაზე ხშირად ნადირობა და რაზე სანადიროდ უნდა. ყველაფერს სხვაზე შეიძლება გამოდგეს თავისთავად, იმიტომ რომ მე მაგ ხოლმე და ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს, აი საყვარელი ტანსაცმელი, აი ყველაფერზე რო ხმარობ, სულ რო გაცვია სხვაზე ხშირად რო იყენებ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, როდესაც თქვა იღზე სანადიროდ მივდივარ, რა უნდა ჩავიცვა, გელზე სანადიროდ რომ მივდივარ, რა უნდა ჩავიცვა და ქედანზე სანადიროდ რომ მივდივარ, რა უნდა ჩავიცვა. ანუ რა პლუსი აქვს ამ მაღაზიას პირდაპირ რო გითხრათ. არჩევანი არის ძალიან დიდი. ვერ მეტყვით თქვენმე ნადირობას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, რომ მოხვიდეთ, რომ აი ამ ნადირობისთვის მე ტანსაცმელი მინდა და აქ არა არჩიოთ, შანსი არ არის. მოდი უფრო შორს წავალ და მაგასაც ვიტყვი ბარემ რა. ძალიან ბევრთან კი არა და თითქმის ყველა ადამიანთან მეგობრობ, ვისაც ანალოგიური სანადირო მაღაზიები აქვთ და დაუსვი მე მათ რამდენიმეჯერ ესეთი კითხვა, რომ რატომ არ შემოგაქვთ ტანსაცმელი მალე რა და პასუხი იყო ძალიან მარტივი. სუფთა ბიზნეს კუთხით რა, რომ ის თანხა რაც უნდა დააბანდონ ტანსაცმელში, უფრო მეტ მოგებას დაუტოვებს, რომ დააბანდონ იარაღში. ამ ხალხისაც მესმის მე, ბიზნესია და ყველას ამოღება უნდა. მაინც მალენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რახან არ არის ესეთი ტანსაცმელზე ორიენტირებული მაღაზია, შევქმნათ, გავაკეთოთ რა, დაგჩეს ნაკლები მალენ და იყოს მონადირე უფრო კმაყოფილი რა. დიახ, ზუსტად ეგ არის მეგობრებო და გოგა, მოდი ახლა გადავიდეთ ამერიკულ ტანსაცმელზეც რა. აქ კი არის ბევრი რამე, რაზეც შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ არა, მინდა რომ კიდე ესენი მოიხილო ორი სიტყვით რა. იმიტომ რომ ნუ ხა ეს მოდელი ნახა ჩვენმა მაყურებელმა, მიუხედავად იმისა, რომ თვალით არ ეთყობა, აი ამ ელვებს თუ არ მიაქცევ ყურადღებას, აი ამ მატერიაზე ვერ იფიქრებს ადამიანი, რომ ამას შეიძლება წყალი დაიჭიროს რა. და აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ზუსტად თანამედროვე ტექნოლოგიების
მხრებზე დამცავი კიდე უფრო გაძლიერებული აქვს, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ხარზე უფრო მეტი სისხლი. კიდე აი ეს ზოლები მეგობრებო, ეხლა რასაც მე თქვენ გაჩვენებთ, არ ვიცი ხედავთ თუ არა GoPro-ში. ეს არის იარაღი, რომ შემოიგდო, ხო იცი ბეჭზე ესე რომ შემოიგდებ რა და აღარ ვარდება ეს იარაღი რა, ანუ იკავებს, ძალიან ელემენტარული რაღაცა არის, მაგრამ იმიტომ რომ მონადირისთვის არის შექმნილი, ზუსტად მაგის გამო ხალხი ზის და ფიქრობს, აზროვნებს, როგორ გააკეთონ ისეთი რომ მონადირის გული მოიგონ. ინდუსტრია ფიქრობს. და საინტერესოა, წეგან მე აქ ხელი ჩავყავი და ეს იცით ხახნო რა არის? აი აქ რაციას რომ ჩადებ, აი აქედან ამოაყოფინებ ანტენა. აი ყველაფერი გათვლილი არის. ელემენტარულია თითქოს, მაგრამ საჭირო რამე არის. ასევე იღლიების თემაც, აი თუ გინდაც, აი აქ რო შეხედო ეხლა. ნახე? მაგასაც არის, ხო ანალოგიურად. საჰაეროები. ყველას აქვს. და ძალიან მაგარია რა, ეს შიგნიდან სითბოსაც ინარჩუნებს ეს მემბრანა, ანუ სულ მაგას რომ ხარისხი რაში გამოიხატება, რომ არის თხელი და თბილი. ადრე მოდი პირდაპირ თქვა 20-30 წლის წინ, ეხლა ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი იყო, ჩემთვის თბილი იყო, უნდა გწმოდა აი რაღაცა. სკელი რაღაცა აუწევდა მძიმე. და თან მძიმე უნდა ყოფილიყო და. ამას ბიჭო წონა არის. ხალხი მთაში დადის, ნომერში მაღლა ალპურში უწევს ასვლა ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და მოკლედ ხარისხიანი უნდა გქონდეს ადამიანს თუ გაქვს ამის საშუალება. რატომ არის ეს ნარინჯისფერი? დარწმუნებული ვარ უკვე ჩვენმა მაყურებელმა იცის რატო არის და სხვადასხვა ნარინჯისფერი ძალიან ბევრი კიდე ტანსაცმელი შემოგვივა, მათ შორის ჟილეტები, ამერიკიდან ველოდებით ამ ჟილეტებს და ეცადეთ არ გამოგჩეთ ეს მომენტი, იმიტომ რომ შეზღუდული რაოდენობით მოდის სამწუხაროდ რა. ხო, უსაფრთხოება. პირველი და ალბათ ყველაზე მთავარი რაც არის ნადირობის დროს. რა თუ ერთ ფერში ნადირობ როგორც წესი ფრინველზე, როგორც კი ცხოველზე გადადიხარ სანადიროდ, ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია იქნება რომ სასიგნალო ფერის რაღაცა უნდა გეცვას. თუ ქურთუკი გაცვია და თბილია და წყალგამომტარია, მაგას რა ჯობია თუ არა და ამას ხო იცი კარგი რა აქვს. ამას ბევრი რამე დაიჭირე GoPro. ნახე ახლა გაჩვენო. ამას აქვს კარგი ესეთი რამ, რომ შენ შეგიძლია. ორმანდია ხო? შენ შეგიძლია. აქედანაც ჩაიცვა. კარიან. ხო. როგორც აქედან იწმევ, კი ბატონო. ესეთ ვარიანტში. კი ბატონო. ისე მეორე მხრიდან. ორიერთში ქვია მაგას რა. ძალიან მოხერხებული არის ხალხი, ანუ მორჩა ნადირობა სიტყვაზე. მომისუქდა და ბოლომდე ვერ შევიდა. ხო, რა ვქნა ეხა ბიჭო, სეზონი მორჩა ვეღარ დავდივართ იმდენს. და რომ მორჩება ნადირობა, უკვე შეგიძლია მე ქერო кейფი იწყება, მაგ დროს შემოატრიალო ეს ყველაფერი და ანუ ქალაქში შეგიძლია ესე იარო, მარტივად, თავისუფლად და სანადიროთ რო წახვალ შემო. გოგა რო დაგირეკავს და გეტყვის რომ დროზე გავდივარ სანადიროთო შემოატრიალებო და წავიდა სანადირო. აქვე არის ჟილეტები. ძალიან პრაქტიკული და კარგი დანიშნულება აქვს და მე ძალიან მიყვარს და საერთოდ გონია რომ ქართულ ადამიანს ჟილეტი უყვარს და ძალიან ისხმარობს, კი ბატონო. და სანამ გადავალთ ამერიკულებზე, აი მაინც მინდა რომ თვალი შეავლოს, ნელა ჩემომალენ ჩვენმა მაყურებელმა ფეხსაცმელები ესპანეთიდან. ხალხო, ეს ფეხსაცმელები არის სპეციალურად ჩამოტანილი, რომ იტყვიან საქართველოში იმისთვის, რომ მოსახლეობას ვაჩვენო ნაღდად ხარისხიანი ფეხსაცმელი, რომ არსებობს დედამიწაზე. ჩემი ფავორიტი მოდელი. მაგრამ მალე შენ მეუბნებოდი რომ გინდა ცალკე გადაცემა გააკეთო ფეხსაცმელებზე და არ ვთქვათ ბოლომდე რაღაცა ისენი გვაქვს მე და შენ. ექსპერიმენტები ჩავატაროთ ფეხსაცმელზე. 3 წელია პირადად მე ვხმარობ და ჯერ ვერ გავცვითე და გადაცემა როგორ გინდა გააკეთო ისეთი რომ ეს 3 წელი აჩვენო ადამიანს, ხო, რთულია და ამიტომ მოვიფიქრეთ მე და გოგამ რაღაც ექსპერიმენტი, რომლითაც გამოვცდით ამ ფეხსაცმელებს. ესეც საკმაოდ ისეთი წარმტაცი მოდელი არის. სანამ ევროპულ ტანსაცმელს განხილვას მორჩებით, მარტივად ვეტყვი რომ ეს ტანსაცმელი არ არის ჩამოტანილი ჩინეთიდან, ეს ფეხსაცმელები ტანსაცმელი არის ევროპიდან, დანიიდან და ესპანეთიდან. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში შეგიძლია რომ ხარისხიანი ტანსაცმელი შეუკვეთო და ჩამოიტანო რაზეა საუბარი, მაინც რო იცოდეთ, ჩამოტანილია დანიიდან და ესპანეთიდან და ზუსტად ამიტომ არის რომ თქვათ სხვაზე ცოტათი ძვირი იღებს, მაგრამ ის ხარისხი რაც ამ ტანსაცმელს აქვს, ნამდვილად აკმაყოფილებს ამას.
ეხლა მოდით ნახოთ ამერიკული ტანსაცმელი, რომელიც იმსახურებს ნამდვილად ყურადღებას ხახტო. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ბერუჩას ხალხი იცნობს ამ პროდუქციიდან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ირაკლის შემოტანილი პროდუქცია და ეხლა გაიცნობს როგორც მოდელს, სანადირო hunting model ეგეთება. აჰა, ნახეთ. როცაგინე, როცაგინე გაიხსნება. მარტივი ანოტაცია რომ მოგცეთ რა, ეს არის ბერეტას ზედა ქვედა. ხედავთ რომ კამუფლაჟი აქვს max 4, ანუ საიხვეთე არის გათვლილი. აქვს ასე ვთქვათ პატარ-პატარა ტუნინგები რა. თვითონ შარვალს, ხო, ნუ ეს თვითონ შარვალს ამოწეული აქვს უკან წელის დასაფარი და ჩასათბუნებელი ადგილი. შეიძლება ვნახოთ წელის ამბავი? აი ნახე ანუ ზევით აწეულია. აწეული წელი თბილად კონდეს რა. ეს სხვადასხვა ეგ დაჯდომის დროს ძალიან მაგრა გვადგება ხოლმე როგორც წესი ცოტა იჩაჩება. გიბერავს მოდი ესე ვთქვათ. ქურთუქს მაგარივეშია. თვითონ ქურთუქს აქვს შიდა ელვა ზმეიკა, რომელიც ეხსნება და შეგიძლია დასაჯდომად გამოიყენო. შეიძლება ვნახო როგორია? ნუ მაშინ უნდა გაუხსნათ. ხო, შიდა ელვა. მაშინ უნდა გაიხსნა რა. სანამ მოიხდი, ნახე აი ამეებსაც ვეთქვი რომ აი ამოწეული რო გაგდა აი ეს ადგილები მე მოვიხილე. შევიკრაბა ერთი რაციზა. აი, აჰა. აი ხა უკვე თავისუფლად იქნება. ეხლა გენეცვალე? აბატონო. ინდე? კი ბატონო. ისეში აღარ გეკ. ხო. საჭერილი და კი ბატონო, 1000-ნაირი ჯიბი აქვს, საჰაეროები აქვს. ეს სტოპერები არის იმის, ხო, იარაღის. კი ბატონო. საკიდის ამბავში. მობილური ჩასადებები აქვს. ნუ აი რა ვიცი ხა ბერეტა არის და ყველაფერი აქვს გათვლილი და აი მათ შორის ხავთ ხოლმე ბერუჩას რომ გაიხადოს ეს და ვანახო მაყურებელს ძალიან ცოტა ქურთუქს თუ მოყვება ეგეთი ნავაროტი. ესე ვთქვათ რომ თოვლზე ან და სველზე დაჯდომა თუ გინდა და ამოსადები გაქვს რა. თბილია? აი, მეგობრებო, რა წონაში დაკლება ვისაც გინდა, ზაფხულში ჩაიცვით ბერეტა. და ეხლა ვეძებდი, რომ მეთქი შემთხვევით ბერეტას დანახო არ დეს. იქნება თქვენში იქნება. აი რა ძალიან მალე იქნება. ძალიან მალე. ოღონდ ნაღდი ბერეტა გვექნება. ხო, ტყუების ჩასადები აქვს. კი, აბა ტყუების ჩასადებში გუგულისხო. ანუ ყველანაირად გათვლილი არის რომ მონადირე კომფორტში იყოს რა. მეგობრებო, ეს ყველაფერი ხდება ზაფხულში დღეს რომ. აი ეს თემაა რა. ეს შეგიძლია ესე ჩახსნა და ერთი ადგილის ქვეშ ამოიდო, ასე ვთქვათ რა და სხვათა შორის ეგ ძალიან მაგრა დამჭირვებია ხოლმე გოგა. იმაზე რა ქვია, ნავზე რო ვზივართ ხოლმე, გაგიწვინდა, კუნძზე ჩამოჯდომა გინდა, რაღაცა გინდა და სველზე რო არიჯდე რა. მიწაზე, გრუნტზე, რა ვიცი. კი. რა უნდა არის ესეთი დრანა აქ რა. ძალიან მაგარი რამე. ეს არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი შენ მაღაზიაში, ასე ვთქვათ რა. თუმცა ბევრი კარგი სხვა კარგი რაღაცები გვაქვს მეგობრებო. კიდე შეგიძლიათ გვესტუმროთ. და დარწმუნებული ვარ თქვენი გულის მოსაგებად იპოვით აქ საქონელს. მე რაღაცებს ვეძებში მეთქი. ისე რამდენი ჯიბეები აქვს, ხედა? მართლა. საბუთების ჩასადებად, რა ყველაფერი აქვს. ფულს და რაღაცებს ისე შეინახო, ქეში თუ გაქვს რომ არ ვთქი დაგისვა. ახლა ბერეტას ზედა ქვედა რო გაცვია, ქეში შეიძლება რო გქონდეს. სიცივეში წვიმაში, თოვლში ხარ დაცული და ნადირობ იმ სანადირო ობიექტზე, რომელსაც ჭირდება კომუფლირება, რომ არ ჩანდე და შენ გჭირდება, რომ იყო მშრალად და თბილად სუსხეა ნამინჯი. მარლენ, 1-2 დეტალი გამოგჩა. პირველი გამოგჩა ის, რომ შარვალს მინდოდა მე თქვა, გვერდიდან თელს სიგრძეზე მიყვება ელვა რა. რომ უცებ ჩაიცვა, უცებ გაიხადო, ან თუ ვინცობაა დაგცხა, იმიტომ რომ იცის წარმოებელმა რომ ძალიან თბილი არის, ქვემოდან ამოიწევ და ცოტა გახსნილად გექნება თვითონ შარვლის ტოტები. შეიძლება ვნახო როგორ მუშაობს ეგ ელვა? აი ჩვეულებრივად. მთელ სიგრძეზეა, კაცო. მთელ სიგრძეზეა. უი, რა სამობ, კაცო. ვა, ეგ არ ვიცოდი, ხედავ შენ. მთელ სიგრძეზეა, გინდა ქვემოდან ამოიწევ, მე მაგალითად ქვემოდან ვიწევ ხოლმე, რა თქმა უნდა. სიარულის დროს და ესენი ისა მაქვს. ან ბოტებზე თუ გინდა რომ გადაიცვა
გახსნია მას, ჩაიცმებოდეთ და დახურავ და იქნება ვაუ, სერიოზული ვარიანტი არის და სხვათა შორის ეს ამბავი ნახდათ არ ვიცოდი კიდევ კაი რომ მომეხმარე შერჩევაში გოგა. ძალიან მაგარი რამე ყოფილა ნამდვილად. ქურთუგზეთს გამჩა რაღაცა რომ შენთვის მენახებინა. როგორც ნახეთ აქ ტყვიების ჩასადები რა. ნადირობის დროს ტყვიებთან სწრაფი წვდომა საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. არ ვიცი ჩვენ მაყურებელს ახსოვს თუ არა, მე მაგალითად ბელორუსში დამემართა ესეთი კაზუსი, ვერ ამოვიღე ტახებს ორი ტყვია ვესროლე ტახს და ვერ ამოვიღე ჯიბეში ჩადებული ტყვია და ვეღარ განვახორციელე შემდეგ სროლა რა და ეს რო არ მოხდეს. ნახე რა ხდება ზემოთ ჯიბიდან. ეცადე. აქვს ესეთი დასაჭერი, აი და უშუალოდ ნადირობის დროს იჭერს, რომ ქვემოთ არ ჩავიდეს, მიხვდით? და უცებ ჩაყო ხელი და უცებ ამოიღო. სწრაფ წვდომაზე არის გათვლილი. აი ხო ვითომ არაფერი, მაგრამ მე მგონია რომ მაინც ეს დეტალები ჩვენზე უფრო ჭკვიან და გამოცდილ ხალხზე აქვს გათვლილი, რომელიც ამ ინდუსტრიაში მუშაობს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Joe. არჩევის დროს όσο შემემეხმარებოდი ამეების არჩევაში, შემე მახსოვს მითხარი, რომ აი ეს მატერია გაგაკვირვებს, როცა ჩამოვაო რა და ნახდათ მოხიბლული ვარ რა. რა უცნაური რამე არის. თითქოს დაპრესილი თექა თუ რა ქვია ამას. ზუსტად დაპრესილი თექა არის, შუაში მაინც მემბრანით ეს არის ჰიდროფლისი, მოდი მე ჩამოვიღებ მაინც ამას, ბრაუნინგია. დავიწყოთ აქედან რომ კი მოდი პირდაპირ გავამახვილოთ ყურადღება რა მეგობრებო არ გეგონოთ რომ ბრაუნინგი როგორც თქვენ ხართ ახლა მიჩვეული სოციალურ ქსელში როგორც წესი ჩინეთიდან დაკოპირებული რაღაცა სიტყვებია ხოლმე და აქ ეგ შემთხვევა არ არის რა მეგობრებო არა ლაპარაკობ ეს არის ბრაუნინგი აწერია რომ არის ჰიდროფლისი და არის წყალგაუნტარი ანუ მიუხედავად იმისა რომ არის თხელი არის კომფორტული, არის წონა არა აქვს, ის კამუფლაჟით არის აბსოლუტურად აი როგორ აგიხსნა. წვდომა რო გექნება ყველანაირ სანადირო პირობებზე რა. თუ გინდა მშრალ ამინდში ჩაიცმო, იმიტომ რომ უთხელესი არის. დიახ. თუ გინდა თაშიც გადასარევად გამოგადგება საკმარისია შიგნიდან უბრალოდ რამე ფლისი მოიწვა და ზევიდან ეს კურტკა და დამთავრებული არის რა ტანკში ხარ. აი იქიდან უნდა აირჩიო რამე შიგნით ჩასაცმელი. აი იქიდან. და ეს უნდა და მე აქედან. მოდი ეხლა რას ვიზამ, მეცი მე მოდი მაშინ ქურთუკებზე ჩავიაროთ უცებ რა გავაცნობ მაყურებელს. ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ კიდევ ეხლა გამომავლები ყველანაირ ნადირობაზე გვაქვს გათვლილი, დაწყებული ტყის ქათამიდან და ხოხბიდან, დამთავრებული იხვით, ვატით, აწებლით რა ყო სპილოზე საანდიროთ რომ მიბრძანდებოდეთ საფარიში, აქაც რაღაცას შეგიჩებთ რა. რა მინდა რომ თქვა, არის კიდე ნუ მეორე სტილის ბერეტას ქურთუკი არის, ესეც რა თქმა უნდა არის თბილი, რა თქმა უნდა არის წყალგაუნტარი, ეს უფრო თის და კლდის კამუფლირებით არის. ხედავ როგორ ისაა გამოწვეული ამასაც. აქაც უხედავ ამას კი. რა თქმა უნდა და ну ძალიან კარგი არის და კომფორტული არის. არის სხვადასხვანაირი მატერიები, სხვადასხვანაირი აი ესეთი დიზაინით, იმიტომ რომ რაშია საქმეც კამუფლირებად, მაგრამ ადამიანსაც ხო რაღაცა ესთეტიკური თემა, გემოვნება აქვს რა. ზოგს ეს მოეწონება, ზოგს ეს მოეწონება. არის კლასიკური ვარიანტები, თავისი უკან ჩასადებებით, მონადირებული კურდღელი იქნება თუ ხოხობი იქნება თუ რაც იქნება სასიგნალო რა, რომ დაცული იყო ადამიანი ნადირობის დროს. აქაც ყველანაირი დეტალები არის გათვლილი რა, თავისი ტყვიების ჩასადებებით, თავისი რაღაცეებით, ყველაფრით რა. არის ზედა-ქვედა, აი ეს ყავისფერი არის ზედა-ქვედა და ჟილეტია საერთოდ რა, სამი ნაჭერი არის. შეგიძლიათ მარტო ჟილეტი და შარვალი იხმაროთ, შეგიძლიათ ქურთუკიც მოიცვათ. აი ესეთი კარგი რაღაცაა. მოდი პირდაპირ გეტყვით რა, რომ მე მაგალითად რეკომენდაციას მივცემდი, ესტანის სამოსი გამოგადგებოდა ძალიან მაგრად, ხოხობზე, ტყის ქათამზე, ეკალბარდში მოკლედ ისე გაივლი და გამოივლი, რომ მე მახსენდება ჩვენ ხებეებში დავდიოდით ხოლმე მას ადგილებზე, რომ არ დაგვანებოდა, თუ დაიხეოდა და იმას გეტყვით, რომ ეს ის შემთხვევა, როცა ესე ადვილად ვერ დახევთ რა. აი ნახეთ, ბერეტა არის, ესეც აი მან სასიარულო არის, დამატებითი
ნაჭერი ადევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში დამცავი რა, რომელიც არ დაგხევს და თვითონ აი ნაჭერი თვითონ ნახე როგორი ის არის რა. დიახ, ხტები, ანუ ვერ დახევდა, ეს თან დათფილულია ეს ბერეტა, ეს კონკრეტულად ეს მოდელი. გვაქვს ჩვეულებრივი კამუფლაჟი გვაქვს. ნახე რა მაგარი რამე აწერია რა. ხალხო, ბერეტა მუშაობს 1526 წლიდან. 1526 წლიდან რომ მუშაობს ორგანიზაცია, უკვე რა მართლა გამოცდილებაა დაგროვილი. ბერუჩ, მე გამახსენდა შენი სიტყვები რა. მოდი ერთი ჩვენთან მოიწია, არ შემილია რო არ გავიხსენო ეგეთი ამბავი, წეღან ვთქვი, ჩვენ ქონებია შემთხვევები, როდესაც გვიხმარია სამხედრო, ასე ვთქვათ, ტანის სამოსები, ხო? შენ ტანის სამოზე ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ხო, აზრი ჩამოაყალიბე და მოდი ხალხს ვუთხრათ რა, რაზე გეფიქრება? რატო არ უნდა ეცვას ადამიანს იგივე ის სამხედრო ფორმები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრება იყო ადრეს სულ ამის მხრივ ამ განხრით აჩეხება ამუნიციას, სანადირო ამუნიციას და ჩასასვლელს. ყოველთვის ქონდა პროტესტი იმ კუთხით, რომ რეალურად სამონადირე კაცს არ უნდა ეცვეს საქართველოს ჯარის ფორმა, ეს იქნება ელემენტარული მაისური, ეს იქნება ხებე, ეს იქნება შარვალი, ბათინკი. მე რო იყო კანონმდებლობით აუკრძალავდი ამას, რომ საქართველოს ჯარის კაცის ფორმა იცი, აი ხა დაუკვირდი, მე მგონი არის აკრძალული. მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ხშირად შეხვედრია ხოლმე სხვადასხვა სამუშაოებზე, ხო, ადამიანებს შეიძლება არ აქვთ ჩასასვლელი და მარტივი ხელმისაწვდომი არის ეს გარკვეულ ადგილებში საქართველოს ჯარის ფორმა და იცმევენ ხელობის დრო იქნება, ხელობის დროს იქნება უშუალოდ ხო, ხელოსნებს აცვიათ, კი ბატონო, ეგრეა. თუ სად იქნება, ანუ ელემენტარული ნებისმიერ თემაში შეუძლია ჩაიცვა და ატარონ მით უმეტეს ახლა მონადირებს, ანუ სამხედრო ფორმა არ არის გათვლილი სანადიროდ, მით უმეტეს კიდე სხვა ბიზნესისთვის და მე ვფიქრობ, რომ ჩემი სუბიექტური აზრი ესე კიდე ვაფიქსირებ, რომ ეს ვფიქრობ, რომ ქართული ჯარის მაინც შეურაცხყოფაა რა. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური მხოლოდ ქართული ჯარისკაცისთვის. ხო, ნახდად გასათვალისწინებელია ეს ამბავი. გოგა, მოდი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ სამ თემატიკას. და რო თქვა, რომ შარულებშიც, ქურთუკებშიც და განსაკუთრებით შარულებშიც მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში სხვაგან საქართველოს ბაზარზე, თუ ვინმესა აქვს, ჩვენთან არის წარმოდგენილი მარლენ შარულები სუნს, რომელიც იკავებს. აი მე წერან მოვისმინე ჩვენ გადაცემაში შენ თქვი რომ მგელზე სანადირო სხვა რამე მაცვიაო, იქ სხვა რამეო და მოდი ვთქვათ რატოა ესეთი მნიშვნელობა. ახლა ხო ვიცით რომ ყნოსვა საკმაოდ განვითარებული აქვს რა ვაფშე ცხოველს ზოგადად და მტაცებელს განსაკუთრებით. მტაცებელზე ნადირობა მე შენ და ბევრ ქართულ მონადირეს უყვარს და საჭირო არის და აუცილებელია. ეს არის ტანსაცმელი, რომელიც არ ატარებს ადამიანის სუნს და კიდე ერთი დანამატი აქვს ბევრ ამ მოდელს. როდესაც მწერები გაწუხებენ, აი ამ შარვალს მაგალითად ეს არის კაბელასის შარვალი, თხელი შარვალი არის, მინდა გითხრა, რომელიც წყალს ირიდებს, ანუ ზაფხულში შეგვიძლია ჩაიცვა და ზამთარშიც თუ შიგნიდან ამოიწვა თერმოს. ძალიან თხელი არის რა. და რა აწუხებს ქართულ მონადირეს და მის ძაღლს, როდესაც მაგალითად მწყერზე არის და ტყეში არის. ტკიპა. ამ შარვლით ტკიპა არ მოგეკარება. ამ შარვლითაც და ასევე გვაქვს მაისურები, რომელიც საწინააღმდეგო არის ყველანაირი წერის, მათ შორის ტკიპის, რომელიც მონადირის პირველი ტერი არის და დიდი საიშროება არის რა. რამოდენიმე კი არა და ბევრი მოდელი გვაქვს ეგეთი. ჩაიცვავ და წყნარად ხარ რა, ტკიპა ვერ ამბო. არის დამცავები აქვს, რაღაცეები აქვს, მაგრამ ეს დამუშავებული არის თვითონ მემბრანა ისე რომ ტკიპა არ გეკარება. ეგეც ძალიან დიდი პლუსი არის. ეგეც კი არა, ეგ არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნადირობაში. წყალგაუნტარი შარულები, აი ხა ესენი არის წყალგაუნტარი დათფილული, აი როგორ აგიხსნათ რა. შიგნიდან თფილი არის, ზემოდან დათფილული არის, დამცავი აქვს ქვემოთ ძირებზე რომ არ გაიხეხოს. ბევრი ძალიან კარგი რაღაცეები არის. აი ეს ხო, ნუ ეგ ეხა ბერეტას. ეს არის ჩემი ფავორიტი რა.
ერთი მთლიანი კომბინეზონი არის. ბერეტასი და მე მგონი ძალიან იაფი ფასი დაადევი შენ მე რეკომენდაცია დავუწევი მე გეტყვით ესეთ რაღაცას ხო აღარ რა ხდება ეს ჯერ სეზონი არ დაწყებულა და ეგეთი ფასებია აქ შეიძლება შეიცვალოს სეზონის მიხედვით ფასები რა ხო იმიტომ რომ ეხა მოდი პირდაპირ ვთქვათ რა დათფილული წყალგაუნტარი ბერეტას გორტექსი პირდაპირ გეტყვი რომ შანსი არ არის რომ ამ ფასში იშო აი თეორიული შანსი არის რა თქმა უნდა ამიტომ ზუსტად ეგ არის რა რომ ჩვენი მაღაზია მეგობრებო გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობებს დარწმუნებული ვარ საქართველოში თუ კიდე შეგიძლიათ სადმე ესეთი რამე ნახოთ გეხოცებით მოგწერეთ ჩვენს გვაინტერესებს და აი სასიგნალო ესეც ნახე ესეთი არის შეგნიდან დათფილული არის წყალგაუმტარია დიახ და შეგვიძლია თავისუფლად იხმარო მოკლედ პრინციპში ყველანაირია შარვალიც გვაქვს და ძალიან გულიმწყდება რომ საქართველოში არ არის ეს მიღებული მე არ მინახავს შემოვიდა ეს ტენდენცია რომ სასიგნალოები აცვია ხალხს და ეს მივესალმები და ტაჟდა უკრავ იმიტომ რომ ზემოდან ჟილეტი იქნება ეს თუ ქურთუკი იქნება ბიჭებს აცვიათ შარვალს მაინც ერიდებიან და აი მე ჩავიცმე ერთი ორჯერ და მე მგონი გადაცემაშიც ვანახებ ხალხს იმიტომ რომ აი რაღაცა საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება სასიგნალო შარვალი და ნარინჯისფერი და ძალიან თბილია ძალიან კარგია და ძალიან ეფექტურია და მე რომ მკითხო ქურთუგზე მეტად ეფექტურიც არის რა იმიტომ რომ ნუ სულ ჩახარ და თან ზიხარ მე რეწყნარად შვიდად რა ვიცი მე შეიძლება გაიხსენო ესეთი რაღაცა ჩვენ გქონდა შემთხვევა როდესაც ერთ-ერთ ნადირობაზე შენ გთხოვეს რომ ქუდი შეიძლებაო? კი, კახეთში იყო ნადირობა გარეჩი მახსოვს. ხო და მე მახსოვს იქ იმისთანა სიტყვები თქვა ამ ბიჭმა, ჩემზე ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა რა. მოდით მოგიყვებით მაშინ ძალიან გრძლათაც არის ამ ამბავს რა კახეთში ვიყავით სანადირო ჩასულები და ჩემი ოპერატორი მიყვება რა რომ ესეთ დიალოგს შევესწარიო რომ ახალგაზრდა ბიჭებიო რომ მიდიოდნენ ერთმანეთში საუბრობდნენ რომ ხედავო ბიჭო ყველასო რაღაცა სასიგნალო ჟილეტები კეპკები აცვიათო და რაღაცაო ჩვენც უნდა შევიძინოთო და წინ ყოფილა ბატონი შედარებით უფროსი 50 წელს გადაცილებული რომელსაც ცოტა აგდები თუ თქვავს რომ აიო რაო მე ვიგეთ ხალხთან სანადიროთ არ დავდივარო ვისაც ეგ ჟილეტები ჭირდებაო ნუ წაიბლატავა მოდი ესე ვთქვა რა ქართველების ბუნებაში გვაქვს და ერთ-ერთ ამ ახალგაზრდას პასუხი გაუწია რომ შარშანო თუ შარშანწინო აღარ მახსოვს მერთმა გაანათლოს მაგრამ მეგობარი რო გარდაგვეცვალა ნადირობის დროსო გახსოვსო და რო ცმოდაო რაღაცა ესეთი სასიგნალოო ის ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებაო სარეკში გარდაცვლილა ბიჭი კახელებს ეგ ამბავი ჩემზე კარგად გახსოვთ სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი იმ ადამიანს მერთმა გაანათლოს მაგრამ აქ ამბავის ხრახრახნიკი არა და მრავალკუთხოვანობა არის ვის როგორ ესმის რა და ამბის წახალგოვანობაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა შემოგივლა იმ ნადირობის შემდეგ სუფრაზე მოვიდა ეს ბიჭი და თხოვა რომ თუ შეგიძლიაო რომ ეს შენი სასიგნალო ქუდი მაჩუქო და რა თქმა უნდა სიამოვნებით ვაჩუქე იმიტომ რომ მითხრა ჩემმა ოპერატორმა ასეთი ამბავი რომ მომიყვა აი ისედაც მომართული ვიყავი რომ დამეტოვებინა მაგრამ მე სიამოვნა რომ თვითონ ინიციატივა გამოიჩინა და მოიხსენი და ვაჩუქე და სულ კარგი ნადირობებში გენიცოდა შემოგევლენ მე ვიცი რომ ჩუქება ალბათ ისეთ მომენტი იყო ალბათ სახსოვრათაც უნდა და შენგან რამე ქონებოდა მაგრამ მეორე მომენტიც არის რა სამწუხაროდ მაღაზიებში არც თუ ისეთი ხშირია სტაფილოსფერი ასე ვთქვათ ნარინჯისფერი ტანის ამოსი და ეს ჩვენს მაღაზიაში მე გეტყვით რომ კარგი არჩევნით შემოგთავაზებთ რა ბლომად იქნება მოგზადით მე მგონი ინფორმატიული გამოვიდა ეს გადაცემა დარწმუნებული ვარ რომ ბიჭებს რაღაცა კითხვები ექნებათ და მზად ვართ რო გიპასუხოთ და ასევე გეტყვით იმას რომ შემდეგ გადაცემა სავარაუდოდ მივუძღვნით ფეხსაცმელს მე და შენ და შევეცდებით უფრო ისეთი ანოტაცია მოგცეთ იმ ფეხსაცმელის რომელიც მალენთან შეიძლება რომ მაღაზიაში შევიძინოთ არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ მეგობრებო ნახვამდის დროებით ჩვენი არხის მხარდამჭერები